ყველა განვითარებულ ქვეყანას აქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. ეს არის სახელმწიფოს თავდაცვის მთავარი გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, რა საფრთხეები არსებობს და როგორ უნდა დავიცვათ თავი. ჩვენთან სტრატეგიის ფორმირებაზე პასუხისმგებელი არის მთავრობა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. ეს ის საბჭოა, შეგახსენებთ, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეკრებისთვის 8 თვე დასჭირდა. როცა იქნება საჭიროება, ამისა შეიკრიბება და არის კანონში განსაზღვრული ის გარემოები, როდესაც უნდა შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო. საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ბოლოს 2011 წელს განახლდა. ხვდებით ხო, რას ნიშნავს 14 წლის წინანდელი გეგმით ცხოვრება. მაშინ ჰიბრიდული ომის შესახებ ამდენი ინფორმაცია არ გვქონდა, კიბერთავდასხმები არ იყო ასეთი მასშტაბური როგორც დღეს და რუსეთს საქართველოს ეკონომიკაზე ამხელა გავლენა არ ქონდა. ასევე მოძველებულია სახელმწიფოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტიც. წარმოიდგინეთ, მანქანას მართავთ, მანქანა წყობრიდან გამოსულია, არც გზა იცით, უბრალოდ მიყვებით და იმედს იტოვებთ, რომ დანიშნულების ადგილამდე მიხვალთ. ასეა დღეს საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიაც, გეგმის, მიმართულებების და პრიორიტეტების გარეშე. ამ პირობებში, განსაკუთრებით კავკასიის მსგავს რეგიონში, უსაფრთხოება ვერ იქნება ფორმალური პროცესი. მას სჭირდება დინამიკური განახლება, რეალურ საფრთხეებზე მორგება და კონკრეტული გადაწყვეტილებები.